Thank you, Mom and Dad. დიდი მადლობა ჩემს მშობლებს, ასეთი არაჩვეულებრივი პროფესია რომ მამამ მარჩევინეს. ჯეფ ბრიჯისი შოუ-ბიზნესის ცნობილი ოჯახიდან მოდის. მამამისი ლოიდ ბრიჯისი მსახიობი იყო, მისი კარიერა 60 წელსა და 100-მდე ფილმს ითვლის. ჯეფის უფროსი ძმა ბო ასევე ცნობილი მსახიობია. ძმასთან ერთად ჯეფი არაერთ ფილმში, მათ შორის სერიალში ამერიკული სიღარიბის შესახებ ამერიკაში დაფარული თამაშობდა. 1983 წელს ბრიჯისმა ლოს-ანჯელესში შიმშილის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაცია დააარსა, რომელიც შიმშილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ეძღვნება. ყოველ 3 დღეში ერთხელ შიმშილით ხალხის იგივე რაოდენობა იღუპება, რამდენიც თავის დროზე ატომური ბომბით ჰიროსიმაში. ბევრის რწმენით ბრიჯისი ძმები კოენების 1998 წლის ფილმში დიდი ლებოვსკი მთავარ ოსკარს იმსახურებდა. ეს ფილმი სასაცილო ეგზისტენციალური ისტორია იყო მცდარი თვითმყოფადობის შესახებ. მინდა რაღაც აგიხსნათ, მე არ ვარ მისტერ ლებოვსკი. თქვენ ხართ მისტერ ლებოვსკი, მე უბრალოდ ბიჭი ვარ. წლების მანძილზე ბრიჯისმა თავი ყველა ჟანრში მოსინჯა, კომედიურ, ფანტასტიკურ და დრამატულ ჟანრებში, თუმცა შეშლილი გული ის ფილმი აღმოჩნდა, რომელმაც მას საბოლოოდ ოსკარი მოუტანა. What's your real name? რა არის თქვენი ნამდვილი სახელი? I'm Bad Blake. Bad Blake, მე Bad Blake ვარ. სულ ადამიანად დავიბადე. ჩემი ნამდვილი სახელი მხოლოდ ჩემს საფლავის ქვას დაეწერება. მანამდე მე უბრალოდ სუდ ბიჭად დავრჩები. ბრიჯისი ქანთრი სტილის გაღარიბებულ მომღერალს თამაშობს, რომელიც დარდის ჩახშობას ალკოჰოლში ცდილობს, მაგრამ როდესაც ის ხელში გიტარას იღებს, ჩვენ ცოტა ხნით წარსულ ვარსკვლავს ვხედავთ. ბრიჯისი დაძაბულია, მაგრამ ამავე დროს ჰაეროვანი. მისი მოძრაობები ქმნიან დაღლილი ადამიანის ხასიათს. მისი მუსიკა ჭეშმარიტია და რბილი. რეჟისორი სკოტ კუპერის თქმით, ბრიჯისი როლს ძალიან კარგად მოერგო. ეს სამაგალითო ნამუშევარია იმ კაცისთვის, რომელსაც უკვე 50 როლი აქვს შესრულებული და რადგან ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა, მე სურათს მის საუკეთესო ნამუშევრად შევაფასებდი. ჯეფ ბრიჯისი ოსკარს 50 წელს მთელი მისი პროფესიული კარიერის მანძილზე ელოდა. დღეს ოსკარი მისია. This is the first Academy Award and 5th nomination for Jeff Bridges. ირინა ცერცოძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.